UFC-ში რა თქმა უნდა გვინდა მოხვედრა, მაგრამ აი ვინც მე მიცნობს და ვისაც ჩემთან საუბარი ხონია ამ თემაზე, თავიდან ვიძახდი, რომ არ ვიჩქარებ ამას. სურპრიზი და სისხლის ფერი აუცებ გაჩთა. დარწული არის, ესე უცებ ამის პასუხი ესეთი რაღაცაა. აუ. Best country, Georgia! Let's go! მოგესალმებით Fight Hopper-ებს, ნოსტალ გიორგი სართანია, ნიკა ბეგოიძე მცხეთიდან ლაივში, არავითარი ზუმი, მაგრამ იხარია და დიდი მადლობა ნიკრო დამპატიჟე შენთან ოჯახში რა მაგარი ქალაქი არის, ძალიან ლამაზი ქალაქია და აქ ყოფნა არის დიდი სიამოვნება. ნიკ რაშვები შენ როგორ ახალ? გამარჯობათ. მშვენივრად. ვემზადებით ვარიცე წასასვლელად, დროებით საქართველოში ვარ ჩამოსული, ვისვენებთ. მეც არაფერს. და ზუსტად მინდოდა რომ გამეყო ორ ნაწილად რა, დღევანდელი საუბარი და რა თქმა უნდა პირველი ეხება ელენეს რა, ეხა ჩამოხვედით UAE-დან და რა თქმა უნდა ელენი დარჩა დაუმარცხებელი და ძალიან მაგარი პერფორმენსი ჰქონდა პირველივე რაუნდში ისეთ გოგოსთან რომელიც იყო ფავორიტი მგონი ხო? კი. ესე ითვლებოდა და თუ შეიძლება მოგვიყევი რა, შენ როგორ ხარ გმაყოფილი ელეს ანუ შესრულებით და თვითონ UAE-ზე და პატარა გეგმებზე რა. ნუ როგორც აღნიშნე, რთული ბრძოლა იყო ელენესთვის, მეტოქეს დაუმარცხებელი იყო. და ფავორიტად ითვლებოდა მართლა. ამასაც გარკვეული მიზეზები ჰქონდა, ეს გოგო იყო IMMAF-ის მსოფლიოს ჩემპიონი და ნუ პროფესიონალური გამოცდილების გარდა ძალიან დიდი სამოყვარულო გამოცდილება ჰქონდა. თუ არ ვცდები 18 თუ 19 ესე ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული სამოყვარულო და ნუ 3 სხვადასხვა რანგის ტიტული ჰქონდა რა, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონის. და ნუ აქედან გამომდინარე ალბათ ჩათვალეს ფავორიტად. ნუ გარდა ამისა 3 ბრძოლა ჰქონდა პროფესიონალური გამართული, 3-ვე ფინიში. ანუ ორივე დაუმარცხებლები იყვნენ. ხო. და ერთი დაჭა. დაუმარცხებელი. ხო, ნუ ეგ თავისთავად წინასწარ იყო გათვლილი რა. ბრძოლას რაც შეეხება, რატომაც დავთანხმდით ამ ბრძოლას, იყო ის, რომ ეს ივენთი ტარდებოდა UFC Fight Week-ზე და იყო იმისი ალბათობა, რომ UFC სკაუტები ლაივში უყურებდნენ ივენთს. და როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს გოგო სწორედ მაგ მიზნით იყო შერჩეული, საფრანგეთში ტარდება 5 სექტემბერს UFC და მისი პერფორმანსის შესაფასებლად იყო ჩასმული ამ ივენთზე. ხო. თვითონ ბრძოლას რაც შეეხება, ნუ მომზადება კარგად გაიარა ელენემ, კარგი სპარინგ პარტნიორები ჰყავდა. თან ცნობილი მგონი თუ ხო, ნუ ვალენტინა შევჩენკო იყო ძირითადი სპარინგ პარტნიორი თითქმის მთელი კემპის მანძილზე, ტატიანა პოსტერნიკოვა, LFA-ის მებრძოლია ეს დაუმარცხებელი 8-0 ბალანსით. და ანა საფიევა. ძირითადად MMA სპარინგები ამ გოგოებთან ჰქონდა. მე დაჟე მახსოვს რა ნიკრო ელენემ რომ მოიგო რა ვალენტინას სტორიში ნახე რომ იმას ქნა რა ელენეს მოგება ეს სურათი დადო რა და მაგრამ მიხაროდა და ბიჭო ცოტა მინდა რომ დავრილაქსდეთ რა თავიდან რომ ჩავთეთ ცოტა დაძაბული ვიყავ აი ჯიგრულად მინდა რა და მე ის ვნახე რომ თქვენ იქა იქ ოჯახში ტაილენდში რა. ჩემთან იყო საფრთხე. ხო, ეს ვალენტინა იყო და სუფრა მოაწყეთ ქართული ხაჭაპური და რაღაც რა და მაგარი სასიამოვნო რაღაცა. სხვათა შორის არაერთხელ ბოლოსაც წასვლის წინაც გავატანეთ რა და ნუ ძალიან ახლო ვართ რა ეხლა ესე დეტალებში რო აღარ შევიდეთ ის პერიოდი სულ ერთად ვიყავით რა დარბაზშიც და დარბაზის გარეთაც. ერთი კითხვა მაქვს კიდევ დარწმუნებული ვარ ყველა საინტერესებს იმიტომ რომ როგორც MMA-ის ფანი მე მაინტერესებს ანუ ვალენტინა და ელენე როდგანან რა ანუ რა ხდება მან რა ძალიან ესეთი ცოტა პროვოკაციული კითხვებია ხოლმე ამასთან დაკავშირებით რა აი ვალენტინასთან როგორ არის ის რას უშვება ერევა ვერ ერევა ხო და აი პირდაპირ ვიტყვი ახლა ვალენტინას რო ერეოდეს ელენე ახლა მაშინ საერთოდ დავანებებინებდი ვარჯიშს თავს იმიტომ რომ
ჩემი აზრით ვალენტინა მიუხედავად იმისა, რომ უკვე ასაკშია, დღესაც კი ჩემპიონია და პიკია რა, ასე ვთქვათ, ქალთა MMA-ის. მაქსიმალურ წერტილია, ის წერტილია, რა დონესაც უნდა მიაღწიო რა ქალმა სპორტსმენმა. ხო, რა თქმა უნდა, რომ ეხლა მაგის თქმა, რომ ელენე ერევა და იმას შევა, ძალიან გადამეტებული გამოა, მაგრამ აი რაც რეალურად შეიძლება ვთქვა, ძალიან ისეთი კონკურენტული მუშაობები აქვთ, ძირითადად პოზიციური რაუნდები აქვთ ხოლმე. და არის პოზიციები, სადაც შეიძლება ელენე უკეთესი იყოს, მაგრამ აი როგორ თავიდან მიაღვნიშნე, დონეში გამოცდილებას შორის არის სხვაობა, წონით კატეგორიაშიც არის სხვაობა, თუმცა ვარჯიშებზე ეს სხვაობა არ არის. ანუ შენ რო იძახი რა, მარტო პოზიციებში არის სპარინგი არ არის, ანუ ესე სპარინგებიც ქონიათ, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ლაითი არის, ხო? ლაითი არ არის. არ არის ლაითი. ვალენტინას ვარჯიშები hard. კი, ყველაფერი hard რა, ლაითი რაღაცა არსად არ არის, მაგრამ ამის მიუხედავად თვითონ ვალენტინა ისეთი ტიპის მოსპარინგია და იმდენად კარგი ეკიპირებით სპარინგობენ. რომ ზიანი ვალენტინასთან ან ტრავმა ვინმეს არ მიუღია, მე არ მახსენებ. ეგ როგორი პონტეცი? მაგარი hard არის, მაგრამ ზიანი არ არის. ხო, აი არ ვიცი რაღაცნაირად აკონტროლებს ამას, რომ ღია თავში ფეხი არ მოარტყა სიტყვაზე ან რაღაცა ეგეთი თუ რას აკეთებს, მაგრამ მარტო ელენეზე არ მაქვს ლაპარაკი, იქ ეხლა ბევრი გოგოები, ბევრი არა, მაგრამ არიან სხვა გოგოებიც, ეხლა ძირითადად უფრო ფიზიკურად სუსტები და წონითაც. და ეხლა მაგათთან თეორიულად ალბათ ვალენტინას შეუძლია ნებისმიერი ის დააზიანოს, მაგრამ არ აზიანებს რა, ძალიან კარგად ესმის, ასე ვთქვათ, თავისი საქმე. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად ვერ იტყვი, რომ რაღაცა საკლებს სპარინგს რა, მთელი ძალი თუ რტყავს, ის ყველაფერი ჩართული აქვს რა. ყველაზე კარგად ან ყველაზე მაგრამ რა დაგამახსოვდა ამ კემპით და ამ ბრძოლით რა, ანუ რა გახსენდებოდა და ელეს შენი აზრით ელესაც იგივე რა კითხვა, ანუ რითი გაიხსენებს ამ კამპს ამ ბრძოლას? ყველაზე მთავარი განსხვავება ახ სხვა ბოლო კემპებთან შედარებით ამ კემპში, ორი მნიშვნელოვანი რაღაც იყო, ერთი ძალიან დიდი წონა ჰქონდა დასაკლები და აი ერთი პატარა გადაცილებაც რო გაეკეთებინა, ერთი დღე რო რაღაც კალორიები ოდნავ მეტი მიეღო ან რაც ვარჯიში არ გამოსვლო და ალბათ ამ წონას ვერ ჩააბარებდა. ერთი ეგ წონის კლება იყო ურთულესი. ანუ ის ხაჭაპურები არ ჭამატო და სუშიიტო? არა, რაღაცეები ჭამა, ოღონდ ამ ყველაფერს უთვლიდით რა, კალორიებში რამდენი ცხიმი იყო და რაღაცეები. ერთი ეგ იყო. მეორე ძალიან კაი ფსიქოლოგიური მომენტი იყო ვალენტინას ფაქტორი, იმიტომ რომ ეს პერიოდი, აი ესეთი მხიარულად მეორე მხრივ მიუხედავად ამ წონის კლების კემპი არ გაუვლია. და სიმართლე რომ ვთქვათ, ეს კემპი არ გქონდა მორგებული მეტოქეზე რა. აი საერთოდ არ გვაინტერესებდა არც მეტოქეს სტილი, არც რა უნდა დაგვესიმაღლე, რას გავაკეთებდით. კემპის განმავლობაში მაგაზე არ ვფიქრობთ. უბრალოდ ჩვეულებრივად ვარჯიშობდა საკუთარი სკილების გასაუმჯობესებლად რა. იმიტომ რომ ამ ბრძოლას ახლა კი ის ფავორიტად ვწლებოდა, მაგრამ ჩვენი გადმოსახედიდან ელენესთვის რიგითი მეტოქე იყო და არაფერი განსაკუთრებული ვიცოდით თავიდანვე. და კი იყო რა თქმა უნდა, ყველა ბრძოლა არის იმის შანსი, რომ რაღაცა ისე ვერ წავიდეს, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული მზადება ნამდვილად არ გაგვიკეთებია რა. უბრალოდ ძალიან რელაქს კემპი ჰქონდა ვალენტინას დამსახურებითაც, იმიტომ რომ ვარჯიშების მერე ხან ზღვაზე გავდიოდით რაღაც სერფინგზე, ხან საჭმელად, ხან ის მოდიოდა ჩვენთან და ასე შემდეგ რა. კიდევ პლუს ნაით მარკეტებია ტაილანდში და ბევრ დროს ვატარებდით ნაით მარკეტებში, რომ არ მინდოდა დამესტრესა ზედმეტად რა. და ეს იყო რა, მეტი არაფერი, ისეთი ცოტა პატარა ტრავმები იყო კემპის განმავლობაში, ინფექციები ბოლოში, ანტიბიოტიკები. არა, უკვე ელენესთვის ეს კემპის შემადგენელი ნაწილია, იმიტომ რომ სულ ესია რა, ამხელა წონას რო იკლებს, იმუნიტეტი უვარდება დაბლა და ყველაფერი ადვილად ემართება. ამის გაკეთება სულ მაგარი კრინჯია ხოლმე რა უნდა გავაკეთო რა. შეგახსენებთ, Fight Hop-ი არის პირველი დამოუკიდებელი შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი YouTube-ზე, Spotify-ზე, Apple Podcast-ზე. მხარი დაგვიჭირეთ, დარჩით ჩვენთან
რომ ჩვენ მოგიტანოთ MMA კონტენტი ყოველკვირეულად და რა თქმა უნდა უფასოდ. მოდი ახლა გვაინტერესებს რა თქმა უნდა გეგმები რა. და ჩვენ რა ვიცი ესე მგონია რომ ელენი არის ყველაზე პერსპექტიული მებრძოლი დღეს რა ერთ-ერთი რა თქმა უნდა რა და ანუ რა გზით ახლა რა უნდა მოხდეს რომ ნახოთ ელენე UFC-ში ხო, ნუ პირველ რიგში, რა ვიცი, ჩემ მას დავაფიქსირებ აი ამ პერსპექტივებიდან გამომდინარე, მოდი ნუ შევაჯირებთ ერთმანეთს რა მებრძოლებს, იმიტომ რომ ზედმეტი წნეხი არის ხოლმე ეგ ელენესთვისაც, ყველა რომ მაგისგან მოელის, აი UFC-ის ეს. და ისედაც რავი, ხა ვიღაცა შეიძლება გამოჩნდეს ხვალ რაღაც ერთი ბრძოლა მოიგოს, რომ უცებ სულ არ მოელი, ისეთები არიან ხოლმე ეს ქართული მებრძოლები ზოგი საერთოდ საქართველოში არიან, სახელი არ ვიცი ხოლმე და უცებ გამოჩნდება გადავხედავ, შვენი რეკორდი. არა, არ ვადარებ რა, მაგრამ ფაქტია, რომ ნუ ეხლა ჩვენი გზა გვაქვს და ჩვენ გზაზე გეტყვი ახლა რას ვფიქრობთ რა. UFC-ში რა თქმა უნდა გვინდა მოხვედრა, მაგრამ აი ვინც მე მიცნობს და ვისაც ჩემთან საუბარი ჰქონია ამ თემაზე, თავიდანვე ვიძახდი, რომ არ ვიჩქარებ ამას და რატო არ ვჩქარობდი არც აქამდე და არც ახლა ის ყველა მაღაზე მაკრიტიკებ და რატომ არ აჩხუბებ ელენეს უკვე დროა. ნუ მე ვიძახე ის ანუ კარიერა ძალიან გვიან დაიწყო რა პროფესიონალური ბრძოლები. უკვე დიდი გამოცდილება ჰქონდა. საერთოდ ცნობილი ფაქტია, რომ ფიზიოლოგიურად ქალი მებრძოლები პიკს აღწევენ სადღაც 28 წლის ასაკში. და 32 წლამდე მინიმუმ პიკში არიან. ხო და მე მინდა რომ ისე არ მოხდეს, რომ ძალიან ვიჩქაროთ UFC-ში მოხვედრა, დაუშვათ 22 წლის ასაკში, 23 წლის ასაკში, როცა არ იქნება არც თავის ფიზიოლოგიურ პიკში და სკილების მხრივაც ახლა MMA რთული სპორტია და ბევრი რაღაც არის, რაც დროთა განმავლობაში უნდა გაუმჯობესო და მოიმატოს სკილი რა. ამიტომ ჩემთვის თავიდანვე ორიენტაცია იყო, რომ სადღაც 25 წლის ასაკში მოხვდებოდა ელენე UFC-ში და 25 წლიდან დაახლოებით სანამ აი ტოპებში შევიდოდა ტოპ 5-ში კამარზე ბრძოლის შანსი ექნებოდა. მაგ პერიოდამდე, ხო, მაგას კიდე ჰქონოდა რესურსი, რომ აი ზუსტად საუკეთესო დროს შეხვედროდა ამ ტოპ 5-ს და ასე შემდეგ რა, იმიტომ რომ მინახავს აი ძალიან ბევრი ვარიანტი ის მაგალითი გოგოებზე, რომ ადრეულ ასაკში ხვდებიან UFC-ში. ჯერ არ არიან, უკვე შეიძლება წაუგებელი რეკორდის ჰქონდეთ, მაგრამ არ არიან თავის პიკში და ამ ადრეულ ასაკშივე უწევთ უკვე ისეთი რაღაცა UFC ქალთა დივიზიონი, რომ მოიგო 2 ბრძოლა, 3 ბრძოლა უკვე ტოპ 15-ში ხარ რა. და ეს 3 ბრძოლა, 2 ბრძოლა ერთ წელში ხდება. და წარმოედგინე, იყო 22 წელს შედიხარ, 23 წლის ტოპ 15-ში ხარ და გიწევს ვიღაცა უკვე ძალიან გამოცდილ და ტოპ მებრძოლთან ჩხუბი, სადაც უკვე დიდი შანსია რომ წააგო. აი რო წააგებ, მე ფსიქოლოგია ძალიან ფუჭდება. ძალიან რთულია რა, შემდეგ ბრძოლაში ისევ ესე სულ ბრიტვის პირზე გადიხარ და ამიტომ თავიდანვე დავგეგმეთ ასეთ რაღაცა. როცა შევხედავთ რომ ელენეს გამოცდილება საკმარისი აქვს, იმიტომ რომ გამოცდილება მნიშვნელოვანი რაღაცაა, შეიძლება ვარჯიშს რაღაც დონეზე იყო, მაგრამ ბრძოლაში ის ყველაფერი ვერ აჩვენო რა. ამიტომა საჭირო რამდენიმე ბრძოლის ჩატარება. მერე ვეცდებით უკვე UFC-ში მოხვედრას. მაგრამ ამ კონკრეტულ ბრძოლას რაც შეეხება, ამ ბრძოლამ გამოიწვია ის, რაც დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ UFC-ს სკაუტები აკვირდებიან ელენეს რა, ანუ დღეს იქით რა ბრძოლასაც ჩაატარებს, ყველა ბრძოლაში იქნება დაკვირვება მის მიმართ. და ჩვენი გეგმა ასეთია, რომ ელენეს UFC-ში მოხვედრა ჩვენთვის ასუველია 2025 წელს, 27 წელს ბოდიში, ზაფხულში დაახლოებით და მანამდე გვინდა, რომ დაახლოებით 3 ბრძოლა გამართოს UFC-ს გარეთ. და როგორც ჩვენი მენეჯერი იზახის, ასე ვთქვათ, ეს ბრძოლები უნდა იყოს კონკურენტული და პრესტიჟულ ორგანიზაციებში რა, რომელთანაც UFC-ს აქვს პირდაპირი თანამშრომლობა რა, როგორც არის თუნდაც ეს UI Warriors-ი, LFA, Cage Warriors-ი, UFC Fight Pass-ი რაც არის რა. არის შემოთავაზებები სხვა კარგი დიდი ორგანიზაციებიდანაც, მაგრამ UFC Fight Pass-ი თუ არ არის, ცოტა ნუ მენეჯერი, ასე ვთქვათ, პრიორიტეტს UFC Fight Pass-ის ორგანიზაციებზე აკეთებს ხო, იმიტომ რომ პირდაპირ ელენეს მიმართულება არის UFC-სკენ რა, აი სხვა PFL-ი სიტყვაზე ისე One Championship-ი არ განვიხილავთ რა, რაც არ უნდა კაი პირობები შემოგთავაზონ.
ხო და შესაბამისად გვაქვს აწყობილი გეგმაც. ძალიან მაგარია რომ ესე კარგად არის ყველაფერი განსაზრული რა და ეს დაგეგმილი და ველოდები ძალიან ელენეს დაბრუნება. აი ერთი კიდე დავამატებ, ყველაზე მნიშვნელოვანი და გაურკვეველი დეტალი რაც გვაქვს ელენეს მომავალში არის წონთი კატეგორია რა. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი წონა დაიკლო და შეუსაბამოდ ბევრ საციკლებს თავის აღნაგობიდან გამომდინარე, ხა მესმის რომ 14 კილო დაიკლო ელენემ, 14 კილოს სხვები ციკლებენ შეიძლება. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია რომ ეს 14 კილო დაიკლო მაღალმა, საკმაოდ მშრალმა ადამიანმა და არა დაუშვათ ისეთ ვისაც აქვს დასაკლები. და ასე გაგრძელება რამდენად შეიძლება, აი ეგ არის კითხვის ნიშანი რა. იმის მიუხედავად რომ მაინც უფრო მარტივად იკლებს, ვიდრე დაუშვათ ის გოგოები, ვისაც ამაზე მეტი აქვს დასაკლები და ანუ ცხიმს გულისხმობ და ნაკლები აქვს დასაკლები კილოგრამებს გულისხმობ. რა, დაუშვათ აქვს 7 კილო, 8 კილო დასაკლები ვერ იკლებენ. ხო, ელენეს პრინციპში არ უჭირს კლება რა. როგორც მახსოვს 7 და 8 გამოდი რა 15 კილო დაიკლო ხო? 14 კილო დაიკლო დაახლოებით, ოღონდ ეგ 14 კილოს დაიკლო უზმოს წონით რა. დილის უზმოზე რაც იყო, თორე დასაწყისში უზმოზე იყო ხოლმე, სანამ რო გავიგეთ ბრძოლის შესახებ 66 კილომდე. თორე შუა დღისას და რა ვიცი, ნაჭამზე შეიძლება 78 ყოფილიყო. და დააფიქსია 52.550. ძალიან ჯიგრები ხართ რა. საქართველოში რო ჩამოვდივართ ხოლმე, ხო ესე წინასწარ გაწერილი არ გვაქვს ვისთან ვისპარengოთ როგორ პირველ რიგში რასაც ვაკეთებთ ხოლმე, ნუ ჯიუ-ჯიტსუს დარბაზებთან გვაქვს ყველაზე კარგი ურთიერთობა და ისედაც როცა ოფსეზონია, დასვენების სეზონია, ვამჯობინებ ხოლმე უფრო ჯიუ-ჯიტსუს გრეპლინგის ვარჯიშებზე ივარჯიშოს ძირითადად. მაგრამ აი ეხლა მაგალითად პირველი ერთი კვირა ასე ვაკეთებდით, დავდიოდა ოფენ მატებზე, კვირაში 3ჯერ მაქსიმუმ 4ჯერ. და იმაზე რა ქვია, გრეპლინგის ვარჯიშებზე. და ეხლა უკვე ამ კვირიდან, ამ კვირაში ესე კვირაში 2 დღე დავაწყებინე ეხლა ისევ ფიზიკური ვარჯიშები, 1-8 თვე არ გავუკეთებია და აი გუშინ წინ იყო მაგალითად პირველად რო ვავარჯიში MMA-ის ვარჯიში, ბორენა ცერცვაძე იყო, ჩატი გვაქვს, გოგოების ჩატი გვაქვს, ქართველი მებრძოლი გოგოები ვინც არიან და ვისთანაც ან ინსტაგრამზე რაღაც მიგვიწვდებოდა ხმა, ყველა ყავს დამატებული. არა აქვს მნიშვნელობა, შეიძლება 15 წლის იყოს ვიღაცა არიან ეგეთებიც, შეიძლება პირიქით არც იყოს პროფესიონალი მებრძოლი და ყველას ვეპატიჟებით ხოლმე რა. ვისაც სურვილი აქვს, ვატარებთ ვარჯიშებს და ეხლა დღეს მაგალითად ლიანა ჯოჯუა ისევ ბორენაც მოვლენ და იმედი მაქვს სხვა გოგოებიც შეიძლება მოვიდნენ რა. ხო და ესე გამოკვეთილად რომ ვიღაცა ერთი სპარინგ პარტნიორი ჰყავდეს და ასე არ ყოლია. თან ვცდილობთ რომ ყოველთვის გოგოებთან ივარჯიშოს. აი ბოლოს წინა, ანუ ამის წინა ჩამოსვლაზე ძირითადად კემპში უფრო ბიჭები ყავდა. იმიტომ რომ მაშინ ვემზადებოდით ბრძოლისთვის და არ გვინდოდა რომ რაღაცა დაკლებოდა ელენეს რა. და რამდენიმე სტაბილური ბიჭი, 2 ბიჭი რომელიც სტაბილურად დადიოდა იყო, მაგრამ მაშინაც გოგოები თუ მოვიდოდნენ, პრობლემა არ იყო რა, სიამოვნებით ვავარჯიშებდით ხოლმე. Nice. 3, 2, 1, 0. აჰა, სურპრიზი და სისხლის ფერი აუცებ გაჩთა რა და ბევრი დრო არა გვაქვს, იმიტომ რომ სავარჯიშო უფრო რა თქმა უნდა ის არის მნიშვნელოვანი და უბრალოდ გასართობი კითხვები ელესთვის რა. სამი სიტყვა შენი თავი რო აღწერო რა. დართული არის, ესე უსაბამის პასუხი ესეთი რაღაცაა. არ. კაი, შენი საყვარელი ქართული სიტყვა, რომელიც ძალიან გიყვარს. გამარჯობა. გამარჯობა თუ გამარჯვება. გამარჯობა. ორივეს იგივე ისა ფუძე ხო? შენი აზრით, შენ ნატურალურად გაქვს ტალანტი თუ ეს შენი შრომით მოიპოვე უფრო? ძირითადად შრომა ესე მგონია. ძირითადად შრომა. შენი აზრით უფრო კარგი სტრაიკერი თუ გრაპლერი ხარ? სხვათა შორის რა ბაზა კი მაქვს სტრაიკინგი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გრეპლინგი საკმაოდ უფრო უკეთესი გამომდის რა. აი ხა ბოლო ზის რაღაც უფრო. და ბოლო ბრძოლაში რა, იმითი ქვემოდან იყავი შენ ხო? თუ ზემოდან? ქვემოდან, გილითინ ხო? ჩაუწექი, კი. გარჩი ჩაუწექი და გილეთინ ავი.
მაგარი ძლიერი გილი გაქვს რა. მაგრამ შენი ყველაზე მაგარი submission რომელია? ყველაზე ხშირად ვიყენებდი arm triangles. Arm triangle. შენი ყველაზე ნაკლებად ცნობილი იარაღი რომელი არის შენი აზრით? არ ვიცი. სხვათა შორის ეს გილიოტინა ესე იყო. აქამდე არ მქონდა გამოყენებული და პირველად და ეს. აი backstage-ზე წყნარი ენერგია გაქვს თუ ნერვიული? 7 ვარ საკ. 7 თუ ნერვიული, ხო? რა უფრო რთულია? weight cut-ი თუ ბრძოლა? Weight cut. თავარი ბრძოლა ეგ არის. და ეხა ამ ბოლო ბრძოლის მერე რა იყო შენი happy meal რა, ანუ რა შეჭამა. ხაჭაპური. ყოველთვის მიყვები game plans. ვცდილობ, მაგრამ არ გამოდის ხოლმე, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, კი. ყოფილა რომ განსხვავებული აზრები ქონია ნიკთან? არა, ანუ მე ყოველთვის ანუ ნიკარასაც მეუბნება ვიცი რომ ის არის სწორი, რაც უნდა მე გავაკეთო და ამიტომ ვცდილობ რომ ყოველთვის გავითვალისწინო. როცა ვარჯიშობ რა ჯიმში რა როგორი ხასიათი გაქვს რა, ანუ სერიოზული მასტი ხარ თუ რა ეს უხუმრობ და რაღაც რა? არა, ვერც ვერ ვიტყოდი რა, ხუმრობა და რაღაც არ მიყვარს, იმიტომ რომ აგდებს ხარისხს ვარჯიშის, თუმცა რა თქმა უნდა დაგრუზულიც არ ვარ და ჩვეულებრივად. Balance, mixed MMA balance. არის ისეთი რამე შენი ჩვევა, რაც მიქს არ ევასება. ეგ მაგარი კითხვა. აუცილებლად იქნება, უბრალოდ ეხლა უცებ ვიხსენებ, მაგრამ აუცილებლად იქნება ეგეთი. და შენი ბოლო მესიჯი იმ ადამიანებისთვის, ვინცაც უნდათ რომ მიყვენ MMA-ს რა. მათთვის. არ ვიცი, ყველა ამას ამოს ალბათ ბანალურად გამომივა, მაგრამ იშრომეთ და ყველაფერი მოგეცემათ. აგაიგეთ, Fight Hop podcast-ზე. Blood Fairy, we out.